ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის დაბინძურება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ ყველაზე მძიმე სიტუაცია დედაქალაქშია. უხარისხო საწვავი, გაუმართავი ტრანსპორტი და გაჩეხილი მწვანე ნარგავები. ძირითადად სწორედ ამ ფაქტორების გამო მალე ქვეყანაში სუნთქვა შეუძლებელი იქნება. თუ საქართველოს სიტუაციას არ გამოასწორებს, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემაფერხებელი ფაქტორიც კი გახდეს, რადგან დოკუმენტი გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს. საწვავის დაბალი ხარისხი, ავტოტრანსპორტის გაუმართავობა და მწვანე ნარგავების ნაკლებობა. ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზებად სახელდება. ამ ჩამონათვალში გაუმართავი ავტოტრანსპორტის და უხარისხო საწვავის წილი 71%-ია. დედაქალაქის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 95%-ს აღწევს. ჰაერის დაბინძურების ხარისხს საქართველოს მასშტაბით 8 ლაბორატორია იკვლევს. აქედან 4 თბილისშია. ექსპერტები ამბობენ, რომ სადგურები ძირითადად მოძველებულია, რის გამოც მონიტორინგი არასრულყოფილად ხორციელდება. იმ ქალაქებშიც კი, სადაც განალაგებული არის სადგურები, ჩვენ არა გვაქვს სურათი ამ ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. გარემოს დაბინძურების მთავარი ფაქტორი მოძველებული ავტოტრანსპორტია. მათ მომრავლებას სპეციალისტები დაბეგვრის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ხსნიან. ექსპერტების განცხადებით, ძველი ავტომობილების ქვეყანაში იმპორტი ბევრად იაფია, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს 7-დან 12 წლამდე ავტომანქანაზე აკეთებს. საქართველოში ავტოპარკის 90% მეორადი ავტომობილებია. საშუალო ასაკი იცვლება 10-დან 15 წლამდე. შემაშფოთებელია ის, რომ 44% არის 20 წელზე მეტი ხნოვანების ავტომობილი. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ავტოპარკი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ავტოპარკი. იმისათვის, რომ ჰაერში ტოქსიკური გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდეს, ქვეყანაში ავტოტრანსპორტი და საწვავი შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიმართულებით ქვეყანამ ვალდებულებები ევროკავშირთანაც აიღო. ტექნიკური დათვალიერება, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში არ მუშაობდა და იყო ნებაყოფლობით მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებისათვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ მოხდეს გამონაბოლქვის შემცირება მანქანის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო და შესაბამისად ჰაერის დაბინძურების შემცირება. ტექნიკური დათვალიერება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ჰაერისთვის. ეს არის ერთი დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ უკეთესი ჰაერი იყოს როგორც დედაქალაქში, ასევე მთლიანად საქართველოში. თუმცა სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხის მდგომარეობა. ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ გარკვეული პირობების შესრულება ევროკავშირთან 2019 წლისთვის იქნება სავალდებულო. ეს არის წლების შემდგომ 2018 წლის ბოლოს 2019 წლისთვის, როდესაც სავალდებულო გახდება ჩვენი ავტომობილებისთვის კონკრეტული ტექნიკური რეგულაციების დაკმაყოფილება იმისათვის, რომ ევროკავშირის სივრცეში გადაადგილებით ისარგებლონ. ლაბორატორიების გაუმართავობასა და სიმცირეზე საუბრობს საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია. მისი განცხადებით 2004 წლიდან რამდენიმე ლაბორატორიამ, რომელიც ჰაერის ხარისხს იკვლევდა, დაიხურა. საკრებულოს დეპუტატი თბილისის მერიას მიმართავს დედაქალაქისთვის თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია შეიძინოს. სამწუხაროდ 2004 წლის შემდეგ ქალაქში ესეთი კვლევა არ ჩატარებულა რეალურად და ჩვენ ფაქტობრივად არ გაგვაჩნია არც ის ტექნიკური ბაზა, ისიც კი მოიშალა, სადაც ეს ასე ვთქვათ ლაბორატორიული კვლევები ტარდებოდა. დღეს ამ თემაზე მერიაში ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურების პრევენციის მექანიზმებს, ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოვებლად რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება.